ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე გამოაქვეყნა განცხადება მომხდართან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ირანმა შეთანხმება უნდა დადოს, ვიდრე არაფერი დარჩება იმისგან, რასაც ოდესღაც ირანის იმპერიის სახელით იყო ცნობილი, უბრალოდ გააკეთეთ ეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის, წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. ასევე დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეთანხმების დადების არაერთი შანსი მისცა, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. ისინი ახლა ყველანი დახოცილები არიან და საქმე მხოლოდ უარესობისკენ წავა. უკვე მოხდა დიდი სიკვდილიანობიდან გრევა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო. ეს ხოცვა-ჟლეტა, რომელიც უკვე დაგეგმილი შემდეგი თავდასხმებით კიდევ უფრო სასტიკი იქნება, დასრულდეს, წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. ასევე მომხდარს ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმები მათ მეზობელ ირანზე აშკარა პროვოკაციაა, რომელიც უგულებელყოფს საერთაშორისო სამართალს. მისი თქმით, ეს თავდასხმები, რომლებიც იმ დროს ხორციელდება, როდესაც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ღაზას სექტორში განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლა იზრდება, ისრაელის წესების დამრღვევ მენტალიტეტზე მეტყველებს, წერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში. ასევე წაკითხავთ ნაწყვეტს მისი განცხადებიდან. ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია თავისი უგუნური, აგრესიული და უკანონო ქმედებებით ცდილობს ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო კატასტროფაში ჩაითრიოს. საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო უნდა მოუღოს ისრაელის ბანდიტიზმს, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ და რეგიონულ სტაბილურობას. წერს ის და ასევე აცხადებს, რომ თურქეთი გმობს მისი მეზობელი ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ საზარელ თავდასხმებს და სამძიმარს უცხადებს ირანის მეგობარ და მოძმე ხალხს. ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი წერილს უგზავნის გაეროს, რომელიც ასევე გამოქვეყნებული იყო მის ტელეგრამ არხზეც და აქ საუბარი არის იმაზე, რომ ისრაელის მხრიდან ირანზე იერიშის მიტანა არის ომის გამოცხადება და ასევე აბას არაღჩი მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, რომ დაუყოვნებლივ გადაჭრას ეს საკითხი და აცხადებს, რომ თავდასხმა ირანის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა არის. ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საკმაოდ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა პლატფორმა X-ზე. ის აცხადებს, რომ ისრაელს აქვს უფლება, რომ დაიცვას თავი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. მისივე თქმით, საფრანგეთმა არაერთხელ დაგმო ირანის მიმდინარე ბირთვული პროგრამა და საპასუხოდ ყველა შესაბამისი დიპლომატიური ზომა მიიღო და ასევე მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის თავიდან ასაცილებლად ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი და ამავდროულად აცხადებს იმასაც, რომ ირანსა და მის ბირთვულ პროგრამაზე ისრაელის დარტყმების შემდეგ დღეს დილით მან მოიწვია ეროვნული თავდაცვის და უშიშროების საბჭო. მიღებული იქნება ყველა საჭირო ზომა ჩვენი მოქალაქეების და რეგიონში ჩვენი დიპლომატიური და სამხედრო მისიების დასაცავად. ასევე განხორციელდება ყველა ზომა ჩვენი ეროვნული ტერიტორიისა და ჩვენი თანამოქალაქეების დაცვის უზრუნველსაყოფად, წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები ღრმად საგანგაშო არის. ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაუყოვნებლივ შეამცირონ ვითარების ესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებისგან, წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში და ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა დღეს განცხადება და უწყება გმობს ისრაელის მიერ ირანზე მიტანილ იერიშს. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის საშიში ესკალაციის შესახებ. ვგმობთ 13 ივნისის ღამეს ისრაელის მიერ გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს და ასევე რუსეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას არ იყოს გულგრილი ისრაელის არაპროვოცირებული სამხედრო მოქმედებების მიმართ.